დღეს განათლებული ადამიანი გაცილებით ბევრი არის და მგონია რომ გამოიტანენ ლოგიკურ დასკვნებს და მიხვდებიან სად არის დეзинფორმაცია და ტყუილი და სად არის აი ეს რუსული პროპაგანდა. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ანუ ესე გიჟივით ხდება ამ ინფორმაციების გაზიარება Facebook ჯგუფებში, რომ გერმანიაში როგორ დაარბიეს და ჩვენ ანუ და ანალიზს არ აკეთებენ. ანუ გერმანიაში რო დაარბიეს და საფრანგეთში თუნდაც სასამართლო სისტემა როგორ არის მოწესრიგებული და სასამართლოზე დაკავებულების მტკიცებულებების წარდგენა როგორ არის. ჩვენთან განა არ გვაქვს ნასწავლი გვაქვს. იცით რამდენი კურსები გვაქვს გავლილი, ანუ დაკავების მთელი კურსი, ანუ სამართალ დამღვევი რომ დაკავების ჯგუფები, ხო, ესეთი მცნება არის. ანუ დაკავების კურსი არსებობს, ანუ სპეციალური კურსები აქვს. ეს ხალხი, ვინც დღეს აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ან გაზაფხულზე წელს შარშან ხალხს აკავებდა, ის ხალხია, ვისაც ეს კურსები გავლილი აქვს, თუ ის ხალხი აღარ მუშაობს სისტემაში, ვისაც ეს კურსები გავლილი აქვს? 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ამ ხალხის ჩანაცვლება და დღეს თითქმის არც ერთი აღარ არის ისეთ პოზიციაზე, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. ყარაზიშვილმა მთლიანად ამოცვალა ეს ხალხი და მისი ნდობით აღჭურვილი პირები ჩაანაცვლა მთლიანი დეპარტამენტი.